მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ სტუმრებს. დღევანდელი კომიტეტის სხდომა შეგვიძლია გავხსნათ, kvორუმი გვაქვს. დღის წესრიგით განსასრული გვაქვს განსახილულად 5 საკითხი. აქედან პირველი საკითხი ეხება გარემოსა და სოფლის მეურნეობის დაცვის სამინისტროს სიპი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს 20-24 წლის ანგარიშისა და 25 წლის სამოქმედო გეგმის მოსმენას, რომელსაც წარმოგვიდგენს მინისტრის მოადგილე ბატონი სოლომონ პავლეაშვილი. მეორე საკითხად განსახილულად გვაქვს მეორე მოსმენით ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელსაც ქალბატონი ნინო ენუფიძე წარმოგვიდგენს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. მესამე საკითხად ასევე წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის ინიციატივით წარმოდგენილი კანონპროექტ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით სისხლის სამართლის კოდექსში და ადმინისტრაციულ-სამართალთა კოდექსში შესატანი ცვლილებების თაობაზე, რომელსაც გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი წარმოგვიდგენს. მეოთხე საკითხად განსახილულად წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის წევრების საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი წიაღის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები და მისგან გამომდინარე ცვლილებები სხვა კანონებში. მეორე მოსმენით წარმოგიდგენთ მე მაია ბითაძე. მეხუთე საკითხად ასევე წარმოდგენილია კანონპროექტი, რომელსაც მე წარმოგიდგენთ და ეხება გარემოსდაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელსაც მეორე მოსმენით განვიხილავთ და რომელიც ასევე საქართველოს პარლამენტის წევრების საკანონმდებლო ინიციატივის წესით არის წარმოდგენილი. თუ რაიმე კითხვები გვაქვს დღის წესრიგთან დაკავშირებით, შეგვიძლია გავაჟღეროთ, თუ არა, მაშინ კენჭი ვუყაროთ დღის წესრიგს და გადავიდეთ მუშაობაზე. დიდი მადლობა. ახლა ბატონ სოლომონ პავლეაშვილს ვთხოვ, რომ კომიტეტს წარმოუდგინოს 24 წლის ანგარიში და 25 წლის სამოქმედო გეგმა ძალიან მოკლედ. ქალბატონი მარია, მოგესალმებით პარლამენტის წევრებს, მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, არის მარეგულებელი სამსახური, რომელიც შეიქმნა 2015 წელს და შეიძლება ითქვას, რომ ნულიდან დაიწყო ამ სამსახურმა ფუნქციონირება. ეს ძირითადი მისი ფუნქცია არის, რომ ესე იგი რადიაციული ნარჩენების მართვა და არ მოხდეს მაიონებელი დასხივება, გარემოსი და საერთოდ გარემოს დაცვა. შემდგომში გაფართოვდა ეს სამსახური, რომ წარმოვიდგინოთ, შეიძლება გარეთ არ ჩანდეს ისე, რამისას ეს სამსახური მუშაობს. ეს არის ავტორიზაციის განხორციელება მათთვის, ვინც ფაქტობრივად იგივე სამეცნიერო რომლებიც ამონტაჟებენ და იყენებენ ის აპარატურას, რომელიც შეიძლება ითქვას არის როგორც ადამიანისთვის ბენეფიციარის, ვინც იქ სამავთყოფოში სამყაროთ, ასევე იმ პერსონალისთვის, ვინც იქ მუშაობენ, მათთვის ასევე ისინი ახორციელებენ ინსპექტირებას ამ ლიცენზიების გარდა და მოკლედ ამ 22 კაცის შემადგენლობით მიუხედავად მოცული გვაქვს მთელი საქართველოს ეს მიმართულება და ის ფუნქციები, რომელიც ამ მარეგულებს სამსახურს აბარია და ავალია. ერთადერთი მინდა გითხრათ, რომ საერთაშორისო დონეზე არის ძალიან წარმატებული ინსტიტუცია და ამ მიმართულებით რაღაც როცა ჩავდივართ უცხოეთში, გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო არის მაგალითი და ამის დასტური იყო რამდენი რამე არ შეიძლება არ გაუსვა ხაზიც პანდემიის პერიოდში მაგათეს სრული მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის, როცა მათ გადმოგვცეს აპარატურები, არა იმისთვის მარტო თქვათ რაღაც აქ იყოს რადიაციის მართლობით, არამედ იგივე კოვიდთან დაკავშირებით და უამრავი სხვა რამ და მათი კონტრიბუციები გვაქვს სხვა მიმართულებით, რომელიც აი კვეთავს ამ ნაწილს ამა თუ იმ ფორმით. ამიტომ მინდა ვთქვა, რომ გამოწვევები ძალიან მნიშვნელოვანია და პასუხებიც გვაქვს. ხშირია შემთხვევები და ალბათ ახლა პატარა პრეზენტაციას წარმოვადგენ ჩვენ და ნახავთ იმ პრეზენტაციაში თუ რა არის ძირითადი გამოწვევები და რას ყველაზე მნიშვნელოვანია. 2022 წელს ამ სააგენტოს მთავრობის დადგენილებით დაევალა და ჩვენი ინიციატივაც იყო შიგნიდან წამოსული, იმიტომ რომ ამ საქმეს ვერავინ ხეს ვერ კიდევდა უკვე 92-დან დაწყებული. ეს არის ლენტეხის მუნიციპალიტეტში და არის ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ყოფილი დარიშხანშემცველი ნარჩენებიდან წარმოქმნილი ამ ესე ვთქვათ იმ
ნარჩენების მართვა, რომელიც იქ არის განთავსებული და რომელიც იყო გაბნეული. წლების განმავლობაში ხდებოდა ლოკალურად რაღაც სარემონტო სამუშაოები, იყო სარკოფაგიც არის გაკეთებული, მაგრამ შედეგს არ იძლეოდა. ჩვენ მოვკიდეთ ხელი, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ძალიან რთული და შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ შემიძლია თქვა პროცესზე მონაწილე ვარ მე 92 წლის შემდგომში, ბევრი პარლამენტის წევრი ცდილობდა, მთავრობა ცდილობდა, ნაციონალებს ხელი არ დაუდია და არც კი უფიქრეთ ამაზე და ქართული ოცნების პირობებში კეთდება ეს ყოველგვარი გაზრდების გარეშე. მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ურთულესი საქმე და ოპერატორების კი არ ყავდა მაშინ და ჩვენ დიდ რა ჩავთეთ და უამრავი სხვა რამ და ეს არის ადგილი, ვინც კარგად იცის, ეს ადგილი, ვინც კარგად იცის, ეს არის გადასასვლელი ნასტილზე, ეს არის სამარშრუტო გზა, რომელიც ფაქტურად არის ტურისტებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზა, რომელიც ქვემოსლანეთს აკავშირებს ზემოსლანეთთან. ამასთან ერთად ეს არის შხარაში და ზესხოს მიდამოებში, ეს არის სუფთა ტურისტული ზონა და ამ ნაწილში ჩვენ დავიწყეთ პირველი ეტაპი სამუშაოები და დავასრულეთ პირველი ეტაპი. ეს იყო სალექარის მოწყობა, რომელიც არის დაახლოებით 250 მეტრის სიგრძის, ხოლო კედელი ავაშენეთ დაახლოებით 5 მეტრა მიდის, იქ არის ცხენისწყლის შენაერთი არის, იმ დინარეში 5 მეტრად ჩავედით ქვევით. ეს არის დაახლოებით ამასაც აქვს სადღაც 200 მეტრამდე სიგრძე. ეს პირველი ეტაპი, ეხლა წეს ვიწყებთ მეორე ეტაპს, ეს იქნება უკვე სარკოფაგის მოწყობა, ეს ეწყობა ცანას 3-ზე, ვაზუსტებ ცანას 3-ზე და აქედან პირველ ეტაპზე განხორციელდება ცანას 3-ის ირგვლივ განთავსებული ნარჩენები, მოხდება მიწის რემედიაცია და შემდგომ ეტაპი დაგვრჩება ერთი, იმიტომ რომ სეზონური მუშაობა მიმდინარეობს სხვანაირად, არ შეიძლება იქ 5 თვეა სამუშაო ხანგრძლივობა და ამ პროექტთან დაკავშირებით ცალკე განვიხილოთ და თვითონ სააგენტო ხო ბირთვული კუთხით ხო და აი ბირთვული კუთხით წარმოადგენს პრეზენტაციაზე. მე მინდა ვთქვა, რომ ესეც ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი დაემატა, იმიტომ რომ ქალბატონმა ისე მოხდა, ნერად გამოწვევა ესეც, რომ ფაქტობრივად აი ნახევარზე გადაწონა, ამიტომ ამ მიმართულებითაც რა. რაც შეეხება ძირითად ფუნქციას და მესამე ეტაპის შემდგომ წესს დამთავრდება. რაც შეეხება ძირითად მიმართულებას, მე მინდა ვთხოვო ჩვენს კოლეგას ვასილიას, რომ წარმოადგინოს თუ შეიძლება პრეზენტაცია, სულ არის 10 სლაიდი და წარმოგიდგენთ რა კეთდება დეტალურად ციფრებში, ავტორიზაცია, ინსპექტირება და ასე შემდეგ. დიდი მადლობა ყურადღებისას. ძალიან დიდი მადლობა ბატონ სულიკო. გამარჯობა ბატონებო და ხალბატონებო. წარმოგიდგენთ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს პრეზენტაციას ძალიან მოკლედ. შევეცდები რომ დიდი დრო არ წავიღო. როგორც მოგეხსენებათ, რადიაციული დაცვა, ბირთვული უსაფრთხოება და დაცულობა წარმოადგენს და მათი ნორმების შესრულება წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად პირობას ადამიანისა და გარემოს დასაცავად მეურნეობელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან. ჩვენი სააგენტო, რომელიც როგორც ბატონმა სულიკომ 2016 წელს ჩამოყალიბდა, გააჩნია მთელი რიგი ფუნქციები, მათ შორის ძირითადია კანონური პროექტების შემუშავება, ბირთვული რადიაციული საქმიანობის ავტორიზაცია, ამ ავტორიზებული ორგანიზაციების ინსპექტირება, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება, ნარჩენების მართვა, რადიოაქტიური ნარჩენების მართვა და როგორც მოგეხსენებათ, ასევე დარეშხანშემცველი ნარჩენების მართვა. 2024 წელი საკმაოდ პროდუქტიული იყო ჩვენთვის, შევიმუშავეთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი კანონპროექტი, ესენია ბირთვული და რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმა, ბირთვული და რადიაციული საგანგებო სიტუაციების დროს ნიმუშების აღების წესი, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინებისა და ავტორიზაციის წესი, ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიაციული რადიოაქტიული წყაროების, რადიოაქტიული ნარჩენებისა და მავნებელი გამოსხივების სხვა წყაროების ბირთვული დაცულობის შესახებ მოთხოვნები და ასევე ბირთვული და რადიოაქტიული მასალების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესი. ამავე დროს პარალელურად შემუშავდა სააგენტოში და უკვე დამტკიცდა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს 2024-29 წლების განვითარების სტრატეგია და სამოქმედო პროგრამა.
მოკლედ გეტყვით ციფრებს, რომელიც ჩვენ საქმიანობას შეეხება. დღეისათვის ჩვენ სააგენტოში არსებული მონაცემებით გვაქვს სულ 1028 ავტორიზებული პირი, რომელიც წარმოადგენს 1223 ობიექტს, ანუ ეს ობიექტები, რომლებიც აწარმოებენ ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას. შარშან გაიცა რადიაციული საქმიანობაზე 71 ლიცენზია, 3 ორგანიზაციას უარი ეთქვა ამ ლიცენზიის გაცემაზე მთელი რიგი პირობების გამო. 99 ორგანიზაციას მიეცა საშუალება, რომ არსებული ლიცენზიის ფარგლებში გაეფართოვებინათ თავიანთი საქმიანობა. ასევე გაიცა 35 ნებართვა ბირთვული და რადიოაქტიული წყაროების იმპორტსა და ექსპორტსა და ტრანზიტის მიმართებით. როგორც ასევე გითხარით, ჩვენი სააგენტოს მნიშვნელოვანი ფუნქცია ინსპექტირება. შარშან ეს ყოველწლიურად დგება წლიური გეგმა, შესრულდა 108 გეგმური ინსპექცია და 11 არაგეგმური ინსპექცია. ამ გეგმური ინსპექციების დროს გამოვლინდა დარღვევა 34 ორგანიზაციაში, რაზედაც შედგენილი იქნა 57 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წოქმი. აი ამ მოქმედების მიხედვით ჯარიმების საერთო რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 35000 ლარს. 2024 წელს განხორციელდა 21 რეაგირება სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, საბაჟო და სატრანსპორტო ტერმინალებზე რადიაციული განგაშების შემთხვევაზე. შემიძლია კიდევ ხაზი გაუსვა, როგორც ვთქვათ, არც ერთი კრიმინალური შემთხვევა ბირთვული რადიაციული ნივთიერების არალეგალური გამოყენებისა შარშან არ ყოფილა, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი და შესაბამისი ორგანოების ერთობლივი მუშაობის შედეგია, ესეც შემიძლია ვთქვა. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ასევე, რომ ჩვენი ორგანიზაცია, ანუ საქართველოს ჩვენი ორგანიზაციის სახით ჩაერთო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მონიტორინგის საერთაშორისო სისტემაში, რომელსაც ქვია IRMIS. დღეისათვის გვაქვს რამოდენიმე სადგური, მონიტორინგის სადგური, არ ვიცი მან ჩანს თუ არა, ქალაქებია რამოდენიმე ქალაქებში და რაიონებში და ასევე ჩვენ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პროექტებით სექტემბრამდე ველოდებით კიდევ დამატებით 13 მონიტორულ სადგურს, რომელიც ასევე დაინსტალირდება საქართველოს უკვე წინასწარ შერჩეულ რეგიონებში. ანუ მომავალი წლისთვის იმედი გვაქვს, რომ ეს გრაფიკი უფრო სხვანაირი სახის იქნება, უფრო მეტი ინფორმაცია იქნება ზედზე და მას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მოსახლეობის რადიაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით. და თუ ღმერთმა დაიფაროს თუ რამე მოხდა, ეს პირველ რიგში იმოქმედებს, თუ კი რამე მოხდა ადრეულ შეტყობინებაზე ჩვენთვის და ასევე ჩვენი გავლით საქართველოს მოსახლეობაზე. 2020 წელს ასევე ჩავატარეთ ჩვენს ხელთ არსებული მობილური ლაბორატორიის მეშვეობით გურიისა და სამეგრელოში რადიაციული ფონური მაჩვენებლების მონიტორინგი და შემიძლია გითხრათ, რომ არავითარი რადიაციული ფონის ცვლილება, ანუ მომატება არ არის დაფიქსირებული მთელს ამ ტერიტორიაზე. რამოდენიმე ცვლილება მოხდა რადიაციული ნარჩენების მართვის მიმართულებით, კერძოდ განახლდა რადიოაქტიული ნარჩენების ელექტროგაყვანილობა და ფიზიკური დაცვის სისტემები, რა თქმა უნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ საცავში და ასევე ჩვენს რადიოაქტიული ნარჩენების სამართლის ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა აუზების რეკონსტრუქცია მოხდა, რათა მასში განთავთეს დაბინძურებული ნიადაგი, რომელიც შეგროვებულია საქართველოს რამოდენიმე ტერიტორიაზე. ასევე მოკლედ ვიტყვი, ბატონმა სოლომონმა უკვე ძალიან კარგად ელაპარაკა ამის შესახებ, როგორც ცნობილია, ჩვენი სააგენტო განსაზღვრულია როგორც დაერხანშემცველი მარნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების, ესე იგი, მართვის, ფიზიკური დაცვის კომპლექსური სისტემისა და ფუნქციონირების განმახორციელებელ ორგანოდ და ამ მიმართულებით უკვე რამოდენიმე საქმიანობაა ჩატარებული, ესე იგი, ლენტეხის მუნიციპალიტეტში არსებული აი ამ ნარჩენების ტერიტორიების გაწმენდა და მათი უსაფრთხო განთავსება, ამ მიმართულებით შეიქმნა ეგრეთ წოდებული სარკოფაგის პროექტი, რომელიც რამოდენიმე 3 ეტაპისაგან შედგება. პირველ ეტაპზე ჩატარდა ფიზიკური დაცვის საშუალებების საქმიანობები, კერძოდ შემოიღობა ეს დაბინძურებული ტერიტორია, რომლის ფართობი დაახლოებით 47000 კვადრატული მეტრია, რამაც ეს საშუალება მოგვცა ის, რომ უბრალო ადამიანები ან ცხოველები უკვე ვეღარ აღწევენ მის
მის ტერიტორიაზე, რასაც ერთ-ერთი პირველი პრევენციული ნაბიჯია ჩვენი ამ საქმიანობის. შემდეგ წლებში მოხდა მოვალ წელს მეორე წელს ანუ 2024-ში მოხდა ესე იგი სარკოფაგის აღმოსავლეთ მდებარე მდინარე ყორულდაშის სანაპიროზე მონოლიტური კინაბეტონის ნაპირსამაგრი ჯებირების წყალგამტარი არხისა და სალექავის მშენებლობა. ამ ჯებირის სიგრძე არის 224 მეტრი, კინაბეტონის არხი არის 330 მეტრი. ფოტოზეც ხედავთ ამას, რა ვიცი როგორ აჩანს, მაგრამ ესენი ჩატარებული უკვე და უკვე 2025-2026 წელს აი ეს სარკოფაგი რომელიც ბატონმა სოლომონმა თქვა ესე იგი განხორციელდება აი ამ ეტაპით გათვალისწინებული დაახლოებით 50000 მეტრი კუბი მოცულობის სარკოფაგის შენებლობა, სადაც მოხდება შეგროვებული დარიშხან ნარჩენების განთავსება და სარკოფაგის ამ სარკოფაგში განთავსება. თავის მხრივ ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვუხმოთ ჩვენ ბატონ სოლომონს, რომელმაც ძალიან დიდი ღვაწლი ითამაშა ამ პროექტის ხელმძღვანელობაში და იმედი მაქვს კიდევაც ითამაშოს დარჩენილ ეტაპებზე. ნუ ძალიან მოკლედ ეს იყო, თუმცა სალაპარაკო რა თქმა უნდა ძალიან ბევრია კიდევ, რომელიც ახლა ნუ დროის ლიმიტის გამო თუ რამე კითხვები გაქვთ, დიდი სიამოვნებით უპასუხო. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიგა, ბატონ სოლომონ წარმოდგენილი ანგარიშისთვის და იმ საომავლო გეგმისთვის, რაც მათ შორის უკავშირდება ქიმიური ნარჩენების მართვას ამ შემთხვევაში დარიშხანის კუთხით. ჩვენ შეგვიძლია ახლა კითხვების რეჟიმზე გადავიდეთ, თუმცა მანამდე არ შემიძლია არ აღვნიშნო მე თვითონ ნამდვილად ბატონი სოლომონის ნამდვილად დიდი როლი იმ კუთხით, რომ დარიშხანშემცველი ნარჩენებისთვის ეს სარკოფაგი რაც არის როგორც იქნა კეთდება. ეს ნაკლებად ცნობილი შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის ის გამოწვევა, რაც ჩვენ ქვეყანას ჰქონდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ ნარჩენებთან მიმართებით იყო ორი ასე ვთქვათ წელი სხვადასხვა დროს, როდესაც მათ შორის იყო მდინარის დაბინძურების ძალიან დიდი საშიშროება, რაც პრაქტიკულად აღკვეთილი იქნა და აუცილებელი იყო ამ სარკოფაგის მოწყობა. თუმცა მე მაქვს კითხვა ამ სამუშაოების დასრულების შემდგომ კვლავ ბირთვული და რადიაციული სააგენტო იქნება, ასე ვთქვათ, აღმასრულებელი ამ ნაგავსაყრელის სარკოფაგის მოვლის კუთხით, იმიტომ რომ სამინისტრომ ძალიან კარგად იცის ჩემი პოზიცია. პრაქტიკულად ეს იყო გამოუვალი მდგომარეობის გასწორების საშუალება, როდესაც ბირთვულ და რადიაციული სააგენტო განისაზღვრა როგორც პასუხისმგებელ პირად დარიშხანშემცველი ნარჩენების შეგროვებისა და სარკოფაგში განთავსებისთვის, რაც ნამდვილად ძალიან წარმატებით შესრულდა და ნამდვილად ასე ვთქვათ შექებას და პატივისცემას იმსახურებს, თუმცა სამომავლოდ რამდენად სწორი იქნება, რომ კვლავ სააგენტოს დარჩეს, რომელსაც თავისი უამრავი ნარჩენი აქვს, ბირთვული და რადიაციული, ახალი სარკოფაგი აქვს ასაშენებელი თვითონ რადიაციული ნარჩენების, იმიტომ რომ ეკონომიკის დასთან ერთად, ასე ვთქვათ, იმატებს რადიაციული ნარჩენების წარმოქმნის ვალდებულება. ეს კითხვა მაქვს და რამდენად განვიხილავთ ამას, ზოგადად სახიფათო ნარჩენების მართვის კონტექსტში, ეს ალბათ უფრო ფართომსჯელობის საგანი უნდა იყოს, რომ რა ფორმით იმართება, ეს იქნება სამინისტროს თუ ეს მუნიციპალიტეტებს დარჩება. ძალიან შინაარსიანი კითხვა არის და ზოგადად გახსოვთ ბატონო მაია ეს წინააღმდეგობრივი საკითხი იყო, მაგრამ ჩამოკიდებული იყო ჰაერში ეს თემა, ქონდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ახლა ხელების გაშვერას და იმას არა ვარ დაჩეული, მაგრამ ჩვენი კოლეგები არიან და თავი ვერ დაადგა მყარი ნარჩენების კომპანიამ რამდენი წელი გრძელდებოდა და აქეთ რაღაცნაირად აი ესე იყო, ვიღაცას უნდა მოეკიდა ხელი, თორემ ჩვენ ინსტიტუციურად ძალიან კარგად ვიცოდეთ, რომ ბირთვული და რადიაციული საფრთხეების სააგენტოს საერთოდ არ უნდა იმართა ეს ნარჩენები, რომელიც არ შედის
იმ კონტექსტში როგორც არის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება და ეს მაგათეს ნაწილია იცით თქვენა და აქაც პრობლემური იყო და ამას ხვდებით, მაგრამ ეს იყო ამ ეტაპზე გადადგმული ნაბიჯი. რა თქმა უნდა, ბატონ დავითანაც ქონდა საუბარი ბოლო პერიოდში, მიდის საუბარი რომ შეიქმნას საერთოდ სახიფათო ნარჩენების სააგენტო, ამაზე რაღაცნაირად მსჯელობა მიდის რა შიგნით, ჯეჯერობით და თუ სახიფათო ნარჩენების სააგენტოს სიპად ჩამოყალიბდება, შეიძლება იქ გადავწეთ ეს რა თქმა უნდა თავისთავად, იმიტომ რომ მათთან დარჩენა შემდგომში და წლების განმავლობაში ყოლა, იმიტომ რომ ჩვენს ხვების გვაქვს, იმიტომ ურავში გვაქვს კიდე პრობლემა, ეხლა აღარ დავიწყე მე ეს თემა თუ გავშალე, ცოტა უფრმა შევიტან, მაგრამ სიმძაფრეს, მაგრამ ურავშიც პრობლემა გვაქვს, რომელიც ჩამონგრეულია, რომლის ექსპერტებმა შეაფასეს და რომლის ეს აღდგენაც არ არის მიზა შეწონილი, არამედ უნდა ის დაიშალოს და ახალი აშენდეს რა. იმ პირდაპირ მდინარეიდან ჩარეცვა მიდის და ამიტომ თემა მართალია და თემა არის გადასაწყვეტის შემდგომ ეტაპისთვის და თქვენთან ერთად გავავლით მაგას როგორ ინსტიტუციური მოწყობა უნდა იყოს რა. რა თქმა უნდა ჩვენც არა ვართ თათ გამართულები მაშინ რომ მაინდა მაინც ეს სააგენტოში სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ სხვა გზა არ ქონდეს და წასულიყავით როგორც სხვა მომენტებში ხდება ხოლმე ესე გავაკეთეთ ამ ეტაპზე და ვთვლით რომ პრობლემა გადავწყვიტეთ, მაგრამ შემდგომში სამშობლო გვექნება. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ბატონ სულიკო, ანუ შემდგომშიც ანუ რა ბედი ეწევა ასე ვთქვათ სახიფათო ნარჩენების მართვას, ესე ძალიან კარგად არის ასაწონ-დასაწონი, იმიტომ რომ მე ესეც არ მგონია რომ სამინისტროს სამართავი უნდა იყოს სახიფათო ნარჩენები სააგენტო იქნება თუ სახით. ყოველთვის კარგია რომ ჩვენ გვექნება საშუალება რომ ამ თემებზე კვლავ ვისაუბროთ, თუმცა საკითხის გადაჭრა ნამდვილად ვადასტურებ რომ ძალიან აუცილებელი იყო და სასიცოცხლოდ აუცილებელიც კი იყო და დიდი მადლობა იმ მათ შორის სწრაფად განხორციელებული პროექტისთვის, რომელიც ახლა მიმდინარეობს. სხვა კითხვები ხომ არ არის? უღრმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ღრმა პატივისცემით და ჩვენ გადავალთ თქვენს ნებართვით მომდევნო საკითხზე. ქალბატონ ნინო ენუქიძეს მინდა ვთხოვო, რომ მობრძანდეს და ლიცენზიების და ნებართვების კანონი წარმოადგინოს მეორე მოსმენით. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ მეორე მოსმენით ლიცენზიების და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებას. ცვლილება ერთ მოხს ეხება. როგორც მოგეხსენებათ, დღეს მოქმედ რედაქციაში აუქციონის ვადები დიფერენცირებულია ამა თუ იმ წიაღის სახეობის მიხედვით. ზოგ შემთხვევაში 15 დღეა, ზოგ შემთხვევაში 30 დღეა. ამ შემთხვევაში შემოთავაზებულია, რომ იყოს უნიფიცირებული მინიმალური ვადა აუქციონის, ეს არის 10 დღე. და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდა კვლევა RIA, რომელმაც დადებითი მხარე გამოავლინა. ეს იქნება მინიმალური ვადა, რა ვადაზეც ნაკლები დროით არ შეიძლება ესა თუ ის ობიექტი, რომ აუქციონზე ოფიციალურად განთავსდეს. შესაბამისად, ეს არის მე-18 მოხლის მე-9 პრიმა პუნქტი, უნიფიცირებული ვადის შემოთავაზება 10 დღის სახით და გთხოვთ დაგვიჭიროთ ხარი. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონო, კითხვები ხომ არ არის? კითხვები არ არის, კომიტეტს პირველი მოსმენით ჰქონდა შენიშვნები, რომელსაც ქალბატონოსთან ერთად ვიმუშავეთ და ყველაფერი ასახულია კანონ პროექტში, მეორე მოსმენისთვის კომიტეტს შენიშვნები არ აქვს და მინდა მადლობა გითხრათ ქალბატონინო წარმოდგენილი ცვლილებებისთვის, რაც ჩვენს ვფიქრობთ, რომ უფრო სწრაფს გახდის ზოგადად პროცესი. ძალიან დიდი მადლობა, კითხვები არ არის, როგორც ხედავთ და ქალბატონინო თანდელაშვილი მინდა მოიწვიო და წარმოადგინოს მეორე მოსმენით სისხლის სამართლის კოდექსში და ადმინისტრაციულ სამართალთა კოდექსში შესატანით ცვლილებები მეორე მოსმენით. აქვე შეგახსენებთ, რომ ეს სწორედ ის კანონ პროექტია, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიმუშავა სამინისტრო, მათ შორის კომიტეტის აქტიური მონაწილეობით და ვფიქრობთ, რომ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება უკანონო ხე-ტყის მოპოვების კონტროლის თვალსაზრისით. გთხოვთ ქალბატონინო. მადლობა ქალბატონო მაია. დიახ, როგორც თქვენ ბრძანეთ, ანუ უკანონო ხე-ტყის უკანონო ჭრის პრობლემების აღმოსაფრთხოელად მომზადა წარმოდგენილი კანონ პროექტი, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივა გახლავთ და რა თქმა უნდა ჩვენ პარლამენტთან ერთობლივად აქტიურად ვიმუშავეთ ამ ცვლილებებზე და ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით თუ ჩვენ საუბრობთ დიდი ოდენობით უკანონო ცამასალე მერქნის დამზადებაზე და ასეთი ფაქტების პრევენციაზე, სადაც პასუხისმგებლობის გამკაცრება ცალსახად არის
მნიშვნელოვანი საკითხი იმისთვის, რომ ავამაღლოთ პასუხისმგებლობა ჩვენს მოქალაქეებში, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ლეგალური ხერხებით და საშუალებებით მერქნის მოპოვება, როგორც საშეში, ესე სამასალე შესაძლებელი არის, ჩვენ ამას არ ვზღუდავთ. პირიქით დასაშვებია გარკვეული, ასე ვთქვათ, წესების დაცვით, თუმცა სამწუხაროდ გვაქვს, ასე ვთქვათ, უკანონოდ ასეთი რესურსების ათვისების ფაქტი და სწორედ წარმოდგენით ცვლილებები პასუხობს აი ამ გამოწვევებს, რაც პრაქტიკაში არსებობს ამ კუთხით. მეორე მოსმენისთვის მოგახსენებ დეტალურად, რაც ცვლილებები განვახორციელეთ, ძირითადად გარემოსდაცვა ბუნებრივი რესურსების კომიტეტის შენიშვნების გათვალისწინებით შევიდა ცალკეული ცვლილებები წარმოდგენილ კანონპროექტებში და მოგახსენებ თვითონ მათგანთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის კოდექსში მუხლი პირველის მეორე პუნქტი, რომელიც შეეხება 297 პრიმა 2 მუხლს, უბრალოდ ტერმინოლოგიური თვალსაზრისით გავასწორეთ და სახერხის სამეფოს ტერიტორიაზე არამარკირებული მრგვალი ხეტყის ნაცვლად მარკირების გარეშე ხეტყის განთავსება განისაზღვრა, ტერმინოლოგიურად გასწორდა, ასე ვთქვათ. მესამე პუნქტში, ესე ვთქვათ, ტექნიკური ცვლილება შევიდა და 303 მუხლის პირველ პუნქტში პირველი ნაწილის მეორე ნაწილის ნაცვლად პირველი ნაწილი მიეთითა და ასევე 304 პრიმა მუხლშიც ტექნიკურად გასწორდა პირველ პუნქტშიც ტექნიკურად გასწორდა ცალკეული საკითხები იმისთვის რომ შესაბამისობაში მოსულიყო იმ ცვლილებებთან რაც სისხლის სამართლის კანონმდებლობამ პარალელურ რეჟიმში განიცადა. ეს არის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მეორე მოსმენისთვის შესატან ცვლილებებს. აქ ერთ-ერთი ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი საკითხი შეეხება 122 პრიმა მუხლს, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის კერძო საკუთრების ტერიტორიაზე ხემცენარის უკან, ასე ვთქვათ, მოჭრის საკითხებს და აქ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ წარმოდგენით ცვლილებით განმეორების შემთხვევაში ჰქონდა განსაზღვრული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. კომიტეტთან ერთობლივი კონსულტაციების საფუძველზე ჩვენ, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებული მუხლი დავტოვეთ იგივე შინაარსით, უბრალოდ გავზარდეთ საჯარიმო სანქციები ნაცვლად 200 ლარის ოდენობისა, განსაზღვრეთ 500 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში თუ კი ხდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ხემცენარის მოჭრა, სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ხდება მისი ტრანსპორტირება. პირველ ჯერზე ჯარიმა იქნება 500 ლარის ოდენობით ხეტყის კონფისკაციით, ანუ ამისოდ განმეორების შემთხვევაში იქნება 1000 ლარის ოდენობით ხემცენარის კონფისკაციით, ხოლო მესამე შემთხვევაში თუ იგივე ქმედებას ჩაიდენს პირი, ასეთ შემთხვევაზე იქნება მხოლოდ გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ეს გახლავთ ის ცვლილება, რომელიც ავსახეთ კომიტეტთან ერთობლივი მუშაობის შედეგად წარმოდგენილ ცვლილებების პროექტში. მადლობა ყურადღებისთვის. დიდი მადლობა ქალტონინო, კითხვები ხომ არა გვაქვს, შენიშვნები? არა გვაქვს, ჩვენ აღნიშნული საკითხი პროცესში პირველი მოსმენის დროს კომიტეტის ფარგლებში ძალიან დეტალურად განვიხილეთ. მაშინ დაბრძანდით ქალტონინო, ამით ეს საკითხიც განხილულია. ახლა მინდა ბატონ ვლადიმერ ბოჟაძეს ვთხოვო, რომ გაანაგრძოს სხდომის წაყვანა, რადგან შემდგომი ორი საკითხი მე უნდა გამოვიტანო და შემდგომ ბატონი ლადოვე ჩაატარებს კენჭისყრას. მოგესალმებით კოლეგებო, დღის წესრიგით მეოთხე საკითხი არის განსაზღვრული საქართველოს პარლამენტის წევრების მაია ბითაძის, გიორგი ჭონიას, ვლადიმერ ბოჟაძის, გიორგი ხახობიას, გოდერძი ჯანგსელიანის, ანტონო ბოლაშვილის, ირაკლი ზარქუას და საურ დარგალეს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები. ეს არის წიაღისეულის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა და მასთან დაკავშირებული ცვლილებები, რომლებიც ასევე სხვა კანონებში უნდა იყოს შეტანილი. ჩვენი კომიტეტი არის წამყვანი კომიტეტი მოგეხსენებათ, მოხსენებელი იქნება ქალბატონი მაია ბითაძე და დღეს არის კანონპროექტის მეორე განხილვა.
დიდი მადლობა ბატონ ლადო. როგორც უკვე აღინიშნა, მეორე მოსმენით განვიხილავთ წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც გამომდინარეობს ცვლილებებით წიაღის შესახებ საქართველოს კანონიდან და 8 საკანონმდებლო აქტში შედის ცვლილებები. საკანონმდებლო პაკეტის მთავარი მიზანია მმართველობის ზედარგოლი შეეცვალოს მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს, რომელიც 2017 წლიდან არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში და ახლა კვლავ უბრუნდება გარემოსა და სოფლის მეურნეობის დაცვის სამინისტროს. შესაბამისად, აღნიშნული კანონპროექტი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საქართველოს მთავრობასთან ერთად კომიტეტმა პარლამენტის წევრებმა მოამზადეს და განვიხილავთ მეორე მოსმენით. მეორე მოსმენისთვის გარკვეული ცვლილებები განიცადა მხოლოდ 2 კანონმა. ეს არის საკანონმდებლო პაკეტში წიაღის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები და წყლის რესურსების მართვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები და ბატონ თავმჯდომარე, რადგანაც მეორე მოსმენით განვიხილავთ, თითოეულ ცვლილებაზე ვიტყვი, დავიწყებ წიაღის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც მეორე მოსმენისთვის განხორციელდა, კერძოდ პირველი მუხლის განსაზღვრულ კანონის, ძირითადი კანონის 31 მუხლში შევიდა ცვლილებები და წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში სახელმწიფოს კონტროლის განმახორციელებლად განისაზღვრა, ასე ვთქვათ, აღარ არის განსაზღვრული მინერალური რესურსების სააგენტო, რადგანაც გარემოს დაცვის ზედამხედველობის ინსპექციას ექნება ეს ფუნქცია შეთავსებული. ამასთანავე ცვლილება შევიდა ამავე 31 მუხლის მეოთხე პუნქტშიც და მეორე პუნქტშიც, სადაც ასევე იდენტური ტექნიკური ხასიათის ცვლილებებია დაკავშირებული კონტროლის სფეროდან მინერალური რესურსების სააგენტოსთვის მიწისქვეშა წყლების კონტროლის ამორიცხვა. ასევე იდენტური ცვლილებები შევიდა ინსპექტირებასთან დაკავშირებით მეორე მოსმენისთვის წიაღის შესახებ კანონში, სადაც კანონის მეორე მუხლში, ეს არის კანონპროექტის გარდამავალი დებულებები, შევიდა გარკვეული ცვლილებები, რომელიც ასევე ტექნიკურად აასახავს გარემოსა და სოფლის მეურნეობის დაცვის სამინისტროს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის, როგორც საქვეუწყებო დაწესებულების ფუნქციას, რომ წიაღის სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლი, ანუ ინსპექტირება, როგორც გეგმიური, ასევე არაგეგმიური, მან უნდა განახორციელოს. მოკლედ რომ ვთქვათ, მინერალური რესურსების სააგენტო გადადის გარემოსა და სოფლის მეურნეობის დაცვის სამინისტროში, თუმცა მას ინსპექტირების ფუნქცია აღარ ექნება როგორც სააგენტოს და ეს ინსპექტირების ფუნქცია ექნება მხოლოდ საქვეუწყებო დაწესებულებას, ისევე როგორც ყველა სხვა, ასე ვთქვათ, მიმართულებით სახელმწიფო კონტროლის განხორციელების თვალსაზრისით, გარდა, რა თქმა უნდა, ბირთვული და რადიაციულისა, იმიტომ რომ მათ თავიანთი ინსპექტირება ყავთ. მეორე მოსმენისთვის ეს იყო, რაც ამ კანონპროექტ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა, თუ რაიმე კითხვები გაქვთ, სათვალო გიპასუხოთ. დიდი მადლობა ქალბატონ მაია, შეკითხვები თუ არის კოლეგებო? შეკითხვები არ არის. მაშინ გადავიდეთ დღის ეს რიგის მეხუთე საკითხზე. საქართველოს პარლამენტის წევრების მაია ბითაძის, ვლადიმერ ბოჟაძის, ალექსანდრე დალაქიშვილის და გიორგი ჭონიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის გარემოს დაცვის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ მეორე მოსმენა ერთად როგორც მოგეხსენება, აქაც მოხსენებელი იქნება ქალბატონ მაია ბითაძე. დიდი მადლობა. ცვლილებები აღნიშნულ კანონპროექტში ასევე მეორე მოსმენით განიხილება შესაბამისად მეორე მოსმენისთვის ვიტყვი, რომ კანონპროექტ ცვლილებები არ განუცდია და შეიძლება ითქვას, რომ ეს ცვლილებები გარემოს დაცვის შესახებ კანონში არის თამდევი საკანონმდებლო აქტში ცვლილება, რომელიც სწორედ წიაღის სფეროში განხორციელებულ მმართველობით ცვლილებებს შეეხება. ცვლილებები შედის კანონის 57 მუხლში, სადაც გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განისაზღვრება მაკონტროლებელ სტრუქტურად გარემოსა და სოფლის მეურნეობის დაცვის სისტემაში წიაღით სარგებლობის სფეროში. ასევე შეგახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობითაც, ანუ გაყოფის შემთხვევაშიც გარკვეულ კონტროლს გარემოს დაცვითი დაბინძურების კუთხით ზედამხედველობის დეპარტამენტი მაინც ახორციელებდა, იყო გარკვეული დუბლირება და სწორედ ამიტომ ეს გადაწყვეტილება სამინისტროში დაბრუნების შესახებ არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც ვფიქრობ, რომ თქვენი მხარდაჭერაც აუცილებლად ექნება. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ მეორე მოსმენისთვის ცვლილებები გარემოს დაცვის შესახებ კანონს არ განუცდია. დიდი მადლობა ქალბატონ მაია, შეკითხვები ხომ არ არის? შეკითხვები არ არის. მადლობა ქალბატონ მაია.
თქვენის ნებართვით გადავიდეთ კენჭისყრაზე, ხო? კი ბატონო. მოგეხსენებათ, დღის პირველი საკითხი იყო მხოლოდ სამოქმედო გეგმის მოსმენა, ამიტომ ამაზე კენჭისყრას არ ჩავატარებთ. რაც შეეხება მეორე საკითხს, კენჭი ეყრება საქართველოს კანონის პროექტის ლიცენზიებისა და ნეპროტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მეორე მოსმენა. ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი. მადლობა. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების სისხლისამართის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მეორე მოსმენა. ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი. მადლობა. ახლა კენჭი ეყრება საკანონმდებლო წინადადების ფაქტობრივად პაკეტს სრულად 8 კანონში შედის ცვლილება, როგორც ხალხატონო მაიამ მოგვახსენა, ეს არის წიაღის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანა და იქიდან გამომდინარე უკვე დანარჩენ კანონ პროექტებში, მათ შორის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ, რეგულირების საფასურის შესახებ, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შესახებ, სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ და ასევე სახელმწიფო ბაჟის შესახებ და წყლის რესურსების მართვის შესახებ, აქაც როგორც მოგახსენებათ, მეორე მოსმენა იყო ამ კანონ პროექტის და ახაც მინდა კენჭისყრაზე დავაყენოთ ეს საკითხი. ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი. მადლობა კოლეგებო და ბოლოს საკითხი საქართველოს პარლამენტის წევრების მაია ბითაძის, ვლადიმერ ბოჟაძის, ალექსანდრე დალაქიშვილის და გიორგი ჭყონიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტს გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მეორე მოსმენა. ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი. დიდი მადლობა, მე ყველა ადამიანს, მათ შორის ჩვენს აპარატს მინდა მადლობა გადავუხადო ამ კანონ პროექტებზე მუშაობისთვის. თუ სხვა საკითხები არ არის, კომიტეტს დასრულებული. მადლობა.